ესე იგი, ამ ახალ წელს ფიქრობდი, როდის დამეწყო ვლოგის გადაღება და დღეს ხვალ ფიქრში გავიდა აგერ უკვე 4 დღე. ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო და ნანუტა ვლოგი სოციალით დაიწყო ამ წელს. მივდივარ მარისთან. დღეს დამპატიჟეს სტუმრები ყავთ და მეც დამპატიჟეს. მიმოქვს გემრიელი ხვინო, რა თქმა უნდა. ბევრი საჩუქრები. როგორი ლამაზია აქ. ნახეთ როგორ წqინავს, ეს უნდა ვიწყინოთ ჩვენ ყველა ერთად. რა მაგარია, თან მოყიდულიც არის. ნახეთ როგორი ესეთი რთული გზა მაქვს, მაგრამ სულ წqiნა თვალია რომ. რასტა კარგი ხასიათზე. დღეს კი არა და ახალი წელი ძალიან კარგად გავატარეთ. მე ალექსანდრა და დედა ჩემი ვიყავით სახლში ერთად შევხვდით. ხო და რა ვიცი ძალიან კარგი იყო. კი მინდოდა ვლოგის გადაღება, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მიწევდა ესე ბზრიალი, სახლში ტრიალი. მიცადეთ აქ გადავიძებთ ხილად, თორე ტვინს დავასხავ, ისეთი მოყინულია. არ გავწდი მარის სახლს, ამასობაში მეც მოვედი. ტლიკინში. ხო და სახლში ბზრიალებდი და არ მქონდა იმისი დრო, რომ თან გადამეღო. თან ალექსანდრა მყავდა ცუდად, თან დედა ჩემი იცით ხო, ოპერაციის შემდეგ არის კი მეხმარებოდა, ვითიც შეეძლო, მაგრამ ბევრი ახლა არ შეიძლება მისთვის, ამიტომ არა უშავს. კი მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, როგორი ლამაზი სუფრა მქონდა და როგორი ლამაზად მქონდა ყველაფერი გაკეთებული. იმიტომ რომ იცით როგორი რაღაცა არის, განაის რომ ვაიმე და ვიღაცას რაღაცით გაგაოცებთ და თქვენზე მაგარი რამე მქონდა. უბრალოდ ხო იცით რომ გიხარია რაღაცას რომ ორიგინალურად გააკეთებ და გინდა რომ ყველას გაუზიარო, იქნებ ვიღაცას მოეწონოს და არ ვიცი გამოიყენოს დაბადების დღეზე, ან არ ვიცი. კარგით მოვედი, მე ახლა დავურეკავ ჩემმა ტუნტულიკომ კარები რომ გამიღოს, თორე დავრჩები გარეთ. მოვედი. მე და ალექსანდროსკა მოვედით გრიბოედოვის თეატრში. ვაი, როგორც იქნა. ალექსანდრა არ ყოფილა გარეთ, არ ვიცი, ალბათ 1-15 დღეა. ხო და რომ მოდიოდა კარები რომ გავახე ლიფტთან გარბოდა ნაკანიეთ და გარეთ მივდივარო. ესეთი კულტ პროგრამა გვაქვს მე და ალექსანდრა. Не переживай. ნახეთ როგორი ლამაზი. როგორი ლამაზი ყოფილა გრიბოედოვის. ძალიან ლამაზია. ნაცრის ჭაღები ულამაზესი. ყველა სადღაც მიდის, ჩვენ აქეთ მხარეს მივდივართ. ძალიან ლამაზია ყველაფერი. და ალექსანდრიშკას კულტი კი არ გავახტებინე და სწორადაც მოვიქეცი ცოტა კრა დარბაზში და იწყება ურა. ალექსანდრიშკა უკვე გადარიცხეს ერთი სინახროდის დაიწყება სპექტაკლი თქო. Экономно клей. Ох, если бы вы работали лучше, у меня было бы гораздо больше денег. Ну что ты делаешь? Нужно всем поторопиться, чтоб до полночи успеть. Я за стол не закупиться ничего, если нам все не съесть. И мы пели новогодние песни. Как было тепло и весело. Я так скучаю по бабушке. Я хочу домой. Ну что ж, сегодня новогодняя ночь и время, когда сбываются все мечты. У вас такие теплые лапки, а у меня ручки всегда холодные. Хоть бы я могла зажечь одну спичку, всего одну, чтобы немножечко согреть.
Катя, где же они? Всего одну спичку, одну единственную. Вот, чтобы немножечко... Давай, немножечко согреться. Давай, уже. Давай. Кошки никогда не врут. Уна, милеет ночи глубина, течет прощальная река, приотворяя нам предел ворота. Пойдем со мной, не бойся, ты там увидишь кого-то. Бабушка, Я так по тебе скучала. бабушка, я думала, что больше тебя не увижу. Тут так красиво и так тепло, бабушка. Я испекла для тебя твой любимый новогодний красивый, Я так скучала по этому который залу. мы с тобой украли. Да ничего, это бабушка. Бабушка, мы же теперь всегда будем вместе, правда? Да, обещаю. Я буду укладывать тебя спать и рассказывать разные сказки, которые бывают и веселыми, и не очень. Но все они обязательно заканчиваются хорошо. Ну что, все понравилось? Хорошо было? ყველაფერი ძალიან მოგოწონდა. Сейчас упаду. ყველაფერი ძალიან მოგოწონდა. ძალიან. მე და ალექსანდროვსკა. Сейчас, наверное, где-то будут давать სადღაცა საჩუქრები უნდა მისცენ. ცხრაკაშერი კითხა უკვე სად არის საჩუქრები. კაფედები. აუე სორტი ხო შეიძლება და ცოტა დაბლა დაეკიდა თო ლამაზად გადაგვეღო. Сейчас რიგში ვდგავართ, ეხლა საჩუქრები უნდა ავიღოთ, ნახეთ რა უხალა რიგია. გვაძავენ კანფეტებს და ციგნს. ავიდეთ ავიღოთ ჩვენი კუთვნილი საჩუქრები. ალექსანდრა ელოდება. საჩუქრებიც მივიღეთ, მე და ალექსანდროსგან ველოდებით ჩვენს ქურთუქს და წავალთ. რა ვიცი, სადმე წავალთ. Умничка!
საჩუქრებიც მივიღეთ. ალექსანდრუშკა, როგორც ხედავთ, ძალიან კარგ ხასიათზეა და ძალიან ბედნიერია. სპექტაკლი ძალიან მოგვეწონა და ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ იყო რუსულ ენაზე, იმიტომ რომ წინაზე რომ ყავდა, იყო ქართულ ენაზე და ყოველ 5 წუთში მეკითხავდა, რა თქვა ეს, რას ამბობენ. ამიტომ ახლა მეც მშვიდად ვუყურებდი და ალექსანდრუშკაც, ალექსანდრა მშვენიერ ხასიათზე, იმიტომ რომ მეხვეწება აქედან მაგში წამიყვანეო, ოღონდ ახლა ვფიქრობ სავაჭრო ცენტრში ზევით რომ აკია იქ წავიდეთ თუ იქით რუსთაველისკენ რომ აკია, მაინც ცალკე მაკდონალდში ხوار წავიდეთ, დავიწყებოდით პირველად. შას. ხო და ჯობია რომ იქით ავტომტულდებით. იქით ავალთ. აუ თან ჯერ ის არის რა ქვია. 3 საათია. კიდევ 3 საათი გვინდა ალბათ. რა ის ქნას რა ქვია. იძივე ხაძი. მობნელდეს და გაანათონ. Пойдем теперь к мишкам. Стой. Красиво. Становись, я буду тебе видео снимать. Давай, нажимай. Не работает? А, работает, вот. სანამ აქში წავალთ, იუსკში შემოვიარეთ და მთელი იუსკი დაცარიელებულია. Пойдем, дядька. Пойдем, давай. Покушай мой пальчик. Давай, хватит. ყველაფერი არის დაცარიელებული. Юск. Зачем тебе Юск. юск? Слава Богу, сказала. Так, мне тряпочки нужны. А что их нету? წინაზე აი აქ იმდენი ტილო იყო, იმდენი არ ვიყიდე. ხო და ეხლა ეს შემჩა. აღარ დარჩა როგორც გითხარით, ყველაფერი არის გაზიდული და ეხლა აი ამას მაინც ავიღებთ. Начинается жарко. აი ეს გადასაფარებლები მომწონს ძალიან ლოგინის. აი ესეთი ხაკი და აი ესეთი ბეჟი. ძალიან ლამაზი ფერებია, ნახეთ როგორი კარგია. ესენი დაპრინტულია და პრინტით არ მომწონს. ავის ტილოები მინდოდა და შემჩა. აი ესეც ძალიან კარგია სხვათა შორის, მაგრამ ისინი მინდოდა. აღარაფერი აღარ არის. Юскში. წინაზე ესენი მომეწონა შავი შანდლები სანთლებისთვის, მაგრამ ამაზე არ არის ფასკალი. მაგში მოვედით მე და ალექსანდრუშკა. იქ ჯდომას, აქ ჯდომა ვარჩი. რამდენი ხანი აქ არ ყოფილვარ?
პატარა რო ვიყავი, მე მგონი ეს ყველაზე პირველი მაგდონალდსი იყო და აქ დავდიოდი ხოლმე. როგორც ჩაიფიქრებთ, ისე ძლიერად აგიხდებათ მეგობრებო, ყველაფერი რომ მოვდიოდი, რატომღაც აი ამ ადგილზე ვფიქრობდი, რომ მაგში აი აქ მინდა ჯდომა და აი ესეთი ხედი რომ მქონდეს ხო და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. მე და ალექსანდრა ველოდებით ჩვენ შეკვეთას შევკვეთეთ გემრიელობები, რაც გვიყვარს ყველაფერი და აქციებთან მიყვარს ჩემბურგერი. Смотрите, папа ребенка. შევკვეთეთ ჩიზბურგერი, კიდე რა შევკვეთეთ? ყავა, კარტოფილი ფრი რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ხალხია, მეგონა რომ დღისით ამდენი ხლად არ იქნებოდა, თან უკვე ახალმოწლებულებს ჩაიარა და მეგონა რომ აქ ამდენი ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია. მაგრამ როგორც კი ამოვედით, აი ეს ადგილი თავისუფლდებოდა და ეგრევე ალექსანდრეს მხარი დაჯექით და შევსივართ აგერ. როგორც ჩაფიქრებული მქონდა, მთელი გზა რომ მოდიოდით, ვფიქრობდი რომ ნეტა მეორე სართულზე ემხედით შეფიქრეს ადგილით და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ჩვენი ეს ყოსაც აღგვერდულად გამოვიდა. შეიძლება როგორც არის ისე არის. ჩვენი გემრიელობები მოგვიტანეს. Да, слушай. 52 умножить... Я столько математики так быстро не знаю, дорогая. 52 умножить на 3 равно 1, 5, 6. Точно. მოგვიტანეს ჩვენი გემრიელობები. ხოდა ჩემი ყავა დავიწყოთ, მაგრამ არა უშოს. მომიტანენ ახლა. Так, რომელი ალექსანდრასი? ალექსანდრასი არის ჰამბურგერი. ჩემი არის ჩიზბურგერი თან ცხარე, მე მგონი, აღარ მახსოვს. არა, მე მგონი ცხარე არ ამიღია. კარტოფილი ფრი გემრიელი, რო გიხმარს, აუცილებლად. რატომღაც მგონია, რომ აი მანდეთ მხარეს უბერავს და ნახე ამან ფეხსაც გაიხადა. რა ენახულება? ალექსანდროსკა მეუბნება, რომ შეგვიძლია თუ არა კიდე დავხარჯოთ ფულიო. რა ვიცი რა გინდა უთხრა. რა თქმა უნდა არა შილო, მაგრამ მიდი. Что, Дадика? Мы что, не богатые? Нет, конечно, ты откуда? Пойдем покупать муската. Не могу. Რა, ჩვენ დიდრები არ ვართ. მეთქი არა, შვილოსხლებსაც ასე გონიან. მაგრამ სინამდვილეში არ ვართ დიდრები, არა. Что? Сейчас, подожди. Шарвалим зробот, рато. Рато ის ფილო რატო, давай сейчас сделаем. ესე იგი, იმის გამო რომ ჯერ ქალაქი განათებული არ არის, გვიწევს რომ ახლა მე და ალექსანდრუშკა ცოტა მოუში გავიაროთ. ამდენი ხანი ვაღარ დავждებოდი, მაგში უკვე აღარ შემიძლია, აღარ მინდა და ეხლა ჯერ შევღოთ ზარაში და იქ ვნახავთ და მოუშიც ჩავალთ. მე მგონი ყველაფერი ნანახი მაქვს და ყველაფერი ზეპირად ისი, მაგრამ რა ვქნათ, დრო რო გავიყვანოთ და სულ გარეთაც რო არ ვიყოთ, მაგრამ წავალთ მოუში. ალექსანდრო თავში ტელეფონიც წამოიღო, ჩანთანც მოხო, ნაყინიო იძახეს. ნაყინი ვერა. ნაყინი ოპერაციის შემდეგ. და მე აი აქ მოვალთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ალექსანდრა მთხოვს და აგერ უკვე დაშლიან ამ ყველაფერს და ალექსანდრას რამდენი ხანი აქ ცხოვრობთ საქართველოში და ესეც სიამოვნებაზე არ აქვს ნანახი, ანუ შარშანაც არ უნახავს ის განათებები, იმიტომ რომ შარშანაც ცუდად იყო და წელს უკვე მართლა სახანძრა მიქრის. Нет, Александра, нет. Что? Пойдем в белорусский зайдем, Марк Фармин. Ай, маинц ромомиткуа. Ну что, виновата, мне это нравится. Нет, давай выберем такое, которое красиво будем носить. Საერთოდ არ ვაპირებდი, ახლა აქ არაფრის ყიდვას. 6-7. И что? Мне не нравится тут ничего. Я მის გარდა არაფერი არ მომეწონა. ეს ნახეთ როგორი მაისურია.
აი ესეთი, ძალიან ლამაზი. უკან აი ესეთია. Джинсовзеც чайцнос, когда волосец чайцнос. Кстати, что тебе юбочка понравилась, вот это подойдет сюда. Мне так кажется. Пойдем. Смотри, как подойдет. Стой. Угу. Мне юбка только понравилась. Я юбку беру. Мама, красивая. Не надо, пожалуйста. Давай такое возьмем, что будем точно одевать. Давай джинсы посмотрим, серые. ესე იგი, დღეს მთელი დღეა დავბოდიალობთ. Ზარაშიც ვიყავით, მაგრამ არაფერი არ გვიყიდია. დიდი ფასდაკლებებია, მაგრამ იცით როგორი შეგრძნება მაქვს, რა იქ ყველაფერი ნარჩენი, რაც აქვს, გამოზიდული აქვს და ასე აქვს დაყრილი, რომ თუ იყიდიან, იყიდიან, ამოყიდიან, თუ არა და ისე უკაი შეაბრუნებენ. საერთოდ რა ვიცი, ვერაფერი ვერ მოვიერთე პირადად მე. კაბები იყო და იცით ხო, ზაფხულიდან მოყოლებული მოსკოვში რო ვიყავ, გიждდებოდი ისე მიდრე წითელი კაბა. ხოს თუ აღარ მახსოვს ვიყიდე რამე წითელი კაბა? არა მე მგონი. ხო და ეხლა აქ მომეწონა, მაგრამ ისეთი ულამაზოდ გომაქონდა, რომ რა თქმა უნდა არაფერიც არ ვიყიდებ. ეხლა მე და ალექსანდრა მივიდივართ მიწის ქვეშა გადასასვლელს ვეძებ, რომ გადავიდეთ და მოვხვდეთ ნაძვის ხეზე. და უკვე წავიდეთ დროზე სახლსთან ძალიან დავიწყე. როგორ უხარია. Пойдем. Иди давай. Какой поезд. Пойдем сюда. Где-то запах. Запах глинтвейна. Пойдем. Пойдем на батут. А где? Сейчас. Иди давай вперед. Куда? На батуты? Хочешь? Пойдем. Пойдем, мама себе глинтвейн возьмет, а ты? Я себе глинтвейн возьму, а ты это как его? Санта-Клаус. ძალიან მთელი ამბებია აქ. მე გლინტვეინია ვიღე ჩემთვის და ალექსანდრას ბედნიერ სახეს უყურეთ, იმიტომ რომ ბატუტზე უნდა ხტუნაობა და კარგით ეს ერთი ავუხდინოთ როგორი სილამაზეა. Что? Это парк аттракционов. Парк аттракционов, хорошо. Сейчас будешь гулять. Очередь, наверное, надо занять. როგორი გახარებული და როგორი ბედნიერია. ვაუ! ჩემი სიყვა. დედაც ბედნიერია, შვილიც ბედნიერია. სიმართლე გითხრათ, უკვე ტვინი ამეხადა, მაგრამ ერთი სულიერი ძალიან ბედნიერია. წავედით ნაძვისკენ და это сумку повешай хорошо. Как тут Ты где у меня? Пойдем. Ауისა ვინც აქ ცხოვრობს, რა კარგია, როგორი ლამაზი ხედი აქვს. Что ты? Вот это? Ну давай. Давай Пепу возьмешь? Пепа.
Какие домики красивые. И рядом со мной ходи. Рёгори ламазия была пернахать. Сария ламазия. Пойдем. Ой, сахуками нахать. Ламазия. Пойдем, кружочек сделаем. Пойдем. Дай ручку, хочешь? Вот так. Вот так. Пойдем. Как хорошо. Вау, тут танцы-шманцы. Всё, ჩვენ უკვე აქედან გავდივართ. ალექსანდრიშკა მოცუნცულებს. ნახეთ როგორი ლამაზია. ღმერთო რა სილამაზია, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძალიან ლამაზია. აი მე თვები ძალიან ამეწეწა. თავზე მაქვს პუწი. და არ მომწონს ვაიმე. დავეცალოთ. აი ესეთი სილამაზე გვაქვს თბილისში. Да, равится, мы так и там говорим. Да, Дедико, скажи всем пока-пока. Пока-пока.